ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას C ჰეპატიტის პროექტში ჩართვამდე კვლევაში მონაწილეობას თავაზობს. საქართველოში C და B ჰეპატიტის გავრცელების პირველი კვლევა დაიწყო. კვლევის განსახორციელებლად 20 ჯგუფი გადამზადდა. ჯგუფები საქართველოს ყველა რეგიონიდან მონაცემებს შეაგროვებენ, რის შემდეგაც დაზუსტდება C და B ჰეპატიტების გავრცელების რაოდენობა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელიც მოსახლეობას კვლევაში ჩართვისკენ მოუწოდებს. ძირითადი ელიმინაციის გეგმა დამოკიდებული იქნება ამ კვლევის შედეგებზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის საზოგადოების ჩართულობა და мотивация, რომ მიიღონ ამ კვლევაში მონაწილეობა. ჩემი უმორჩილესი სათხოვარი არის, რომ დაგვეხმაროთ ამ ინფორმაციის გავრცელებაში, რომ მოსახლეობამ უფრო მოტივირებულად მიიღოს კვლევაში მონაწილეობა. დიდი პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა, რომ ჩატარდეს კვლევა მთლიანად საქართველოში 7,000 ადამიანზე, რომელთა შერჩევა ხდება ეგრეთ წოდებული შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, მოიცავს ყველა რეგიონს საქართველოსი. ეს კვლევა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, რომ ვიცოდეთ გავრცელების ზუსტი ციფრები ქვეყანაში და შემდეგ უფრო მიზანდასახულად იქნეს შერჩეული ეს მიზნობრივი პოპულაცია შემდგომი მკურნალობისათვის.